კიდევ ერთხელ მოგესალმებით, კომერსანტის დილა აგრძელებს თქვენთვის მუშაობას და მოკლედ ახლა დროა ტრადიციული რუბრიკის როგორ ვიზრუნოთ სამეზობლოზე Citycom-თან ერთად და დღეს ერთ საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ, მოკლედ სამეზობლოების კონკურსი 5000 ლარის მისაღებად, ესეც საინტერესო თემა გვაქვს და სწორედ ამ თემას გავშლით უკვე ჩვენ სტუმართან ერთად ნინი მწარიაშვილი, Citycom-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შემოგვერთდა. ნინი, მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის და მოდი დავიწყოთ საუბარი. პირველ რიგში, როდესაც ამ კონკურსზე ვსაუბრობთ, საიდან წარმოიშვა ეს იდეა და რა მიზანი აქვს ამ კამპანიას? კი ბატონო, კონკურსი პირველ რიგში წარმოიშვა ჩვენი კომპანიის Citycom-ის მთავარი მიზნიდან გამომდინარე, მზრუნვა საერთოზე და ჩვენც როგორც კომპანიას გვინდა რა თქმა უნდა ხელი შევუწყოთ არა მხოლოდ ჩვენი პროდუქტით, არამედ აი ესე დაფინანსებითაც სამეზობლოებს, რადგან მოგეხსენებათ, როგორც უკვე მრავალჯერ ვახსენეთ ჩვენს გადაცემებში და რუბრიკაში, მთავარი გამოწვევა სამეზობლოებისთვის რჩება ფინანსების მოზიდვა სხვადასხვა გზებით. და რა თქმა უნდა, პერიოდულობით სხვადასხვა დაფინანსებლები უჩნდებათ ხოლმე, მაგრამ ძირითადად მაინც ყოველთვის ეს საკითხი დგას ხოლმე დღის წესრიგში და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს თანხა გამოგვეყო იმისთვის, რომ დაგვეფინანსებინა ის სამეზობლო, რომელიც მაქსიმალურად გაერთიანდებოდა გულისხმობ ყველა მეზობლებს და გამოჩნდებოდა ის ინიციატივი პირები, რომლებიც მაქსიმალურად საინტერესო, მნიშვნელოვან რაღაც პროექტს გააკეთებდნენ სამეზობლოში და ამის ფარგლებში ჩვენც სამ იდეას დავაფინანსებდით და განვახორციელებდით. კი ბატონო, საინტერესოა, როგორ უნდა მიიღოს დაინტერესებულმა სამეზობლო მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსში? კი ბატონო, წესები ძალიან მარტივია, როგორც თქვი, მთავარია თვითონ იდეა. ჩვენ სოციალურ ქსელებში გკეთდება გათამაშება, ჩვენს პოსტის კომენტარებში სამეზობლომ უნდა გამოყოს ერთი პირი, თავის სამეზობლოს სახელით, იქნება ეს თავმჯდომარე კორპუსის მენეჯერი, არ აქვს მნიშვნელობა და დაწეროს სამეზობლოს იდეა, რომელიც უნდა ამ თანხის ფარგლებში რომ განახორციელოს და მოაგროვოს მაქსიმალური ლაიქების რაოდენობა თავის იდეის კომენტარზე და შესაბამისად ამის ფარგლებში თავად აუდიტორია და სამეზობლოებიც ყვეტენ, რომელი იდეა უფრო მოსაწონი არის ამან. ანუ ლაიქებით განისაზღვრება თუ დაინტერესებით, ხო? ლაიქებით განისაზღვრება მაქსიმალურად მაგით განისაზღვრება სამეზობლოების გაერთიანება და ინტერესი, რომელიც იმ კონკრეტული იდეის მიმართ არის გამოხატული. შესაბამისად, ამის მიხედვით ხდება გადაწყვეტილების მიღება. ანუ ჩვენ რაღაცაზე მიკერძოებულად ან ვიღაცა პირი მაგ გადაწყვეტილებას არ აკეთებს, ყველაფერი ხალხის მოწონებაზე და ინტერესზე არის დაფუძნებული. კი ბატონო, აი ვადებზეც რო ვისაუბროთ, საინტერესო რამდენ ხანს გაგრძელდება თვითონ კონკურსი და გამარჯვებულები როდის გამოვლინდებიან? კი ბატონო, კონკურსისთვის ორი კვირა არის განსაზღვრული, 15 მარტამდე სამეზობლოების წევრებს შეუძლიათ ჩვენ სოციალურ ქსელებში დაწერონ თავისი იდეა, გამოხატონ თავისი იდეა. უკვე ბევრი საინტერესო პროექტის შესახებ დაიწერა კომენტარებში, შესაბამისად 15 რიცხვამდე აქვთ დრო და უკვე 17 რიცხვში, 17 მარტს გამოვავლენთ გამარჯვებულს კომენტარების რაოდენობის მიხედვით და ლაიქების რაოდენობის მიხედვით. კი ბატონო, აი ზოგადად თქვენს კამპანიაზეც რო ვისაუბროთ, რა შედეგებია აქამდე, ვახსენეთ ძალიან ხშირად ვამბობდით იმას, რომ მუდმივად ვითარდება სამეზობლოს ნაწილი, ერთობლივად სამეზობლოების მხრიდან სხვა ისეთი პროექტის განხორციელება, რომელიც თავიანთი კორპუსის მენეჯმენტისთვის არის პრიორიტეტი მნიშვნელოვანი. საინტერესოა, რა შედეგები აქვს ზოგადად თქვენს კამპანიას და თვითონ მეზობლებში რამდენად აქტიურობენ მეზობლები. აქ ხშირად ამ ფორმატში გადაცემის სხვა სამეზობლოს თავმჯდომარე ყოლია მათ შორის, რომლებიც თავის წარმატებულ ასე ვთქვათ, მაგალითებსაც გვიყვებიან ხოლმე. საინტერესოა შედეგებზე ვისაუბროთ და რამდენად აქტიურობენ სამეზობლოები. კი, შედეგები ძალიან კარგი არის, უკვე რაღაც პარასკევიდან არის დაწყებული ეს გათამაშება და ამ დროისთვის უკვე 500-მდე საინტერესო იდეა გაჟღერდა და დაიწერა. თან დაწერილი არის განხორციელების გეგმები და საკმაოდ ასე მასშტაბურად აქვთ სამეზობლოს წევრებს აღწერილი რის გაკეთება უნდათ და ბევრ სხვადასხვა იდეას ვნახავთ კომენტარებში და უკვე როგორც ვთქვი დაახლოებით 500-მდე იდეა არის შემოსული ამ დროისთვის და კიდე მაგდეს და უფრო მეც ველოდებით ამ პერიოდის განმავლობაში, ამ ორი კვირის განმავლობაში და შესაბამისად ამ 500 ადამიანში და 500 იდეაში როგორც არსებული Citycom-ელი სამეზობლოები არიან,
რომლებსაც უნდათ ამ ზრუნვის გაგრძელება და უკვე დამატებით პროექტების განხორციელება და ასევე დაახლოებით ნახევარი არის სრულიად ახალი სამეზობლოს წევრები, რომლებიც ჯერჯერობით Citycom-ში არ არიან ჩართულები, თუმცა ერთ-ერთი ხერხი არის, რომ ეს პირველი დაფინანსება მიიღონ და ჩვენი სისტემის მეშვეობით ეს 5,000 ლარი უკვე ესე გაწერილად და კარგად მოიხმარონ ხო. და ნინია საინტერესოა მათ შორის აი ამ თუნდაც 5,000 ლარი ვახსენეთ, რომელიც არის საპრიზო, ასე ვთქვათ, თანხა. ამ თანხის მოცულობაში რა ტიპის პროექტები შეიძლება განხორციელდეს? ეს საინტერესოა და როგორ შეუძლია მათ შორის სამეზობლოებს თუნდაც იდეების შერჩევა. კი. ეს პირველი კონკურსია ესეთი სახის ჩვენი კომპანიისთვის, ამიტომ პირველი ესე საპრიზო თანხისთვის ავიღეთ საშუალოდ, რაც სჭირდებათ ხოლმე სამეზობლოებს, რომ ძირითადი თავისი სურვილები დაფარონ ხოლმე მაგალითად ერთი თვის ჭრილში, თუმცა ამ 500 იდეიდან მაგალითად გაჟღერდა ძალიან ბევრი, რაც კეთილმოწყობას ეხება, თვითონ სადარბაზოების, რა თქმა უნდა, ლიფტის შეკეთებაზე იყო ბევრი იდეა, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი მწვავე პრობლემა არის ჩვენს ქალაქში და ბევრი ისეთი იდეა დაიწერა, რომელიც სამეზობლოს გაერთიანებას ეხება, იმიტომ რომ ხალხს უნდათ რომ რაღაც ეზოები შეიქმნა, რაღაც ფანჩატურები დაიდგან, რომ უფრო ხშირად შევიკრიბოთო და იმ მსგავსი რაღაც იდეები იყო გაჟღერებული, რაც რაღაც გვახარებს ესე ღიმილს დაგიტოვებთ, რომ თქვენს ჩაყვეთ და წაიკითხოთ რეალურად ხალხს როგორი მასშტაბური და ესეთი კარგი დადებითი იდეები აქვს თამასთან დაკავშირებით. კი ბატონო, და ბოლოს ნინი მინდა ასევე ვკითხოთ 500 იდეა ახსენეთ თქვენ, როგორ ჩანს ხა ამ კონკურს უკვე თავის მხრივ ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა თქვენი მხრიდან. საინტერესოა თუ იგეგმება აი მსგავსი ტიპის კონკურსების თუნდაც გავრცობა, გაგრძელება, აი აქ პოლიტიკა როგორია თუნდაც Citycom-ის? კი, რა თქმა უნდა, ეს პირველი კონკურსია, თუმცა უკვე ძალიან კარგი და დიდი გამოხმაურება მოყვა და რა თქმა უნდა, ამის საჭიროება ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ იდგა და დგას და შედეგები ამას ადასტურებს და რა თქმა უნდა, მომავალში გვინდა რომ გავაგრძელოთ ეს სამეზობლოების დაფინანსების საკითხი და ამაში უკვე რა თქმა უნდა საპრიზო ფონდის გაზრდასაც ვგეგმავთ. ამაში ჩვენი პარტნიორი კომპანიების დახმარებაც გვინდა, რამოდენიმე უკვე სურვილი გამოთქვა, როგორც ჩვენს ერთ-ერთ გადაცემაში ვახსენეთ, ბევრი კომპანია არის, რომელიც ჩვენთან ერთად უნდათ რომ საერთო ზრუნვაში ჩაერთონ და დაეხმარონ სამეზობლოებს. ამიტომ დაელოდეთ სიახლეებს და რა თქმა უნდა ეს კონკურსი და ეს რაც ვითარება გაგრძელდება მომავალში აუცილებლად. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მიმდინარე პროექტის წარმატებები და რასაკვირველია სამომავლო პროექტებშიც. ძალიან საინტერესო კონკურსია, შეგახსენებთ სამეზობლოების კონკურსი 5,000 ლარის მისაღებად და სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობდით დღეს ნინი მწარიაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, Citycom-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის.